დედამიწა და პირველ შემოქმედის სამყაროსეული ენერგია. მამა აბსოლუტის გზავნილი 19 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებას ახდენს თქვენს პლანეტაზე პირველ შემოქმედის სამყაროსეული ენერგია. ის უკვე მეხუთე განზომილების სრულფასოვანი ენერგია და სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ დედამიწამ შეეძლო თავისი ნატიფი სხეულებით მესამე განზომილების სივრციდან გამოსვლა და უკვე გაიარა ის ადგილი, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. ხოლო აი როგორ ხდება ეს პრაქტიკაში. დედამიწის ახალ მაღალვიბრაციული ენერგიებთან, ისეთები როგორიცაა სინათლე და სიყვარული, შემოქმედის და სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიები, ურთიერთქმედების შედეგად მისი ნატიფი სხეულები სულ უფრო და უფრო ივრძობა. ამიტომაც, როდესაც ის პირველ შემოქმედის სამყაროსეული ენერგიასთან შევიდა კონტაქტში, მას გაუადვილდა მასთან რეზონანსში შესვლა. ამის შედეგად დაჩქარდა მის მესამე განზომილების დავარვიბრაციული და მძიმე ენერგიებისგან განწმენდის პროცესი, რაც გარდაუვალა დაისახა მის მაცხოვრებლებსაც. ეს გამოვლინდა სულ უფრო და უფრო დად ბუნებრივ კატაკლიზმებში. ეს აიხსნება იმით, რომ მისმა უკვე განწმენდილმა ნატიფმა სხეულებმა უნდა აქაჩონ თავის დონემდე მისი ფიზიკური სხეულიც, რომელიც ჯერ კიდევ დაბალი ენერგიების ტყვეობაშია. იგივე ხდება ადამიანის შემთხვევაში. რაც უფრო მეტად იწმინდება მის ცნობიერება და ნატიფი სხეულები, მით უფრო მეტ ცვლილებას ითხოვს მისი ფიზიკური სხეული, რადგანაც ვიბრაციებში ძალზე დიდ განსხვავება შეიძლება მისთან უპოელი იყოს. რა ხდება ამ შემთხვევაში ადამიანებთან? იცვლება მათი ცხოვრების წესი, კვების რაციონი, ფიზიკური დატვირთვის აღქმა, ანუ ყველაფერი, რაც მათ ფიზიკური სხეულების ვიბრაციულ დონეზე ახდენს ზეგავლენას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი თავისუფლდება მძიმე ენერგიებისგან, რომლებიც ხელს უშლიან ასწიოს თავის ფიზიკური სხეული ნატიფ სხეულებთან ერთად არსებობის ახალ დონეზე. დედამიწისათვის კი ასეთ მძიმე ენერგიებად გადაიქცა ადამიანური ნებები, რომლებიც სწავლავენ მის ენერგეტიკურ სივრცეს, ანუ მის ნატიფ სხეულებს. თქვენი პლანეტა კი ამ ნეგატიურ ენერგიებს წვავს ცეცხლით, რესხავს წყლით და იშორებს ქარიშხლებით. ის მთელი ძალებით ცდილობს მიმართოს ადამიანის ცნობიერება სხვა კალაპოტში, ის ცდილობს აღადგინოს ის ადამიანური თვისებები, რომლებიც ოდესღაც ღმერთკაცისთვის იყო ჩვეული. ესენია ერთობის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მადლიერების გრძნობები. ხოლო როგორც უკვე ბევრჯერ ვიტყვა ჩემს გზავნილებში, ადამიანებს ამ გრძნობების დაბრუნება შეუძლიათ მხოლოდ ტანჯვის გავლის შედეგად. მხოლოდ სასიკვდილო საფრთხის წინ ისინი აერთიანებენ თავიანთ ძალებს, რათა გადარჩნენ. ხოლო ტრაგიკულ სიტუაციებში მოხვედრისას ისინი იწყებენ არა მხოლოდ საკუთარ თავებზე, არამედ სხვებზე ფიქრსაც. რა თქმა უნდა, მოცემული შემთხვევაში საუბარი მიდის ძველსა და ნათელ სულებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით იგარნენ ახლანდ დედამიწაზე. სწორედ მათ მოუწევთ ააშენონ ახალი მსოფლიო ახალ დედამიწაზე, რომელიც მესამე განზომილების ჭურჭელთან განწმენდილი იქნება და გაანათებს მკვეთრად და გახდება თავის საყვარელი შვილებისათვის მყუდრო სახლი, რბილი კლიმატით, კრისტალურად სუფთა ჰაერით, წყლითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი. ეს ყველაფერი უკვე ახლოსაა ჩემო ძვირფასებო. თქვენ ძალებში კი არის ამ პროცესის დაჩქარება, თუ გულმოდგინედ იმუშავებთ თქვენს საკუთარ ცნობიერებასა და კაცობრიობი კოლექტიური ცნობიერების ტრანსფორმაციაზე. ეს არ მხოლოდ მიგაახლოებთ ამაღლებასთან, არამედ მინიმუმამდე დაიყვანს თქვენ და დედამიწის მიერ განხორციელებულ გარდაუვალ მკაცრ ზომებს, რომლითაც ის ცდილობს თავისი ურჩიშვილების აღზრდას. გლოცავ ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომოდ უყვარხართ საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.